კლიმატის ცვლილება დღეს უკვე არა მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემა, არამედ სერიოზული გამოწვევაა გლობალური ჯანმრთელობისთვისაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით 2030 წლიდან 2050 წლამდე კლიმატის ცვლილება ყოველწლიურად დაახლოებით 250,000 დამატებით სიკვდილს გამოიწვევს. ისეთი მიზეზებით, როგორიც არის სიცხის ტალღები, იგივე თბური ტალღები, მალარია, დიარეა და არასრულფასოვანი კვება. გლობალურად ჰაერის დაბინძურება უკვე იწვევს დაახლოებით 7 მილიონამდე ნაადრევს სიკვდილს ყოველწლიურად, ხოლო კლიმატის ცვლილება ამ პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს. მეცნიერები და საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ კლიმატის ცვლილება პირდაპირ აზიანებს იმ ძირითად პირობებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ეს არის სუფთა ჰაერი, უსაფრთხო წყალი, უსაფრთხო საკვები და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო. შედეგებმა არც საქართველოში დააყოვნა. სახეზე გვაქვს ექსტრემალური სიცხის გახშირება, დაავადებების გავრცელების არეალის და მასშტაბის ცვლილება და მოსახლეობის მოწყვლადობის ზრდა ამ ყველაფერთან მიმართებით. კლიმატის ცვლილება იმდენად გლობალური პრობლემაა, რომ ის ყველა საზოგადოების ცხოვრების ყველა ნაწილზე ახდენს ზეგავლენას, მათ შორის ჯანდაცვის საკითხებზე და საზოგადოების ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. ერთი მხრივ ეს არის მაგალითად სითბური ტალღები მაგალითად, რაც არის განსაკუთრებული ექსტრემალური მოვლენა, მეტეოროლოგიური მოვლენა, როდესაც მაგალითად რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა ღამით არ დადის რაღაც ზღვრულზე ქვემოთ, ანუ არ გრილდება. ასე დროს ადამიანებს უჩნდებათ გარკვეული თქვა სიზარღვის, გულსიზარღვთა დაავადების მქონე ადამიანებს უჩნდებათ სერიოზული პრობლემები და სამწუხაროდ ხშირია ბოლო წლებში განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც განსაკუთრებით ზეგავლენის ქვეშ არიან მაღალი ტემპერატურებს, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ხშირად არის, რომ ადამიანები, ვისაც ეს პრობლემები აქვს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სერიოზული ისინი ახდენენ მათ ჯანმრთელობაზე ძალიან სერიოზულ ზეგავლენას ახდენს და სამწუხაროდ იზრდება ლეტალური შედეგების მაჩვენებლები. გარდა ამისა, ჯანდაცვის მიმართულებით აქტუალური არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ინფექციური დაავადებების გავრცელების არეალების გაზრდა. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი დაავადება, ზოონოზურ დაავადებებს ეძახიან, როდესაც ცხოველებს, სხვადასხვა ცხოველებს, მათ შორის უხერხემლოებს, განსაკუთრებით მწერებს, მაგალითად კოღოებს, მალარია თუნდაც. გადააქვთ, ესეთი დაავადებების გავრცელების რისკი იზრდება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ტერიტორიები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ამ დაავადებების არეალში, შეიძლება მოხვდნენ ამ დაავადებების არეალში და მეორე უკიდურესი მომენტი და ძალიან ცუდი მომენტი არის ის, რომ ამ დაავადებების გადამტარი მწერები ეკოლოგიური ციკლი ასეთია, რომ ზამთარში ამ მწერების მნიშვნელოვანი ნაწილი იღუპება და შესაბამისად გაზაფხულიდან იწყება პოპულაციის აღდგენა და რაღაც დონის აღწევს, მაგრამ ითვლება, რომ ზოგიერთი სახეობისთვის თქვათ ეს შეიძლება 10%-ზე მეტი არ იყოს, ხო, თუ არის რაღაც პოპულაცია, იმის 10% გადარჩება, დანარჩენი იღუპება. მაგრამ როდესაც თბილი ზამთრებია, ეს იწვევს იმას, რომ ეს პოპულაციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება გადარჩეს და შესაბამისად ამ ინფექციის გადამტანი მწერების მატარებლების რაოდენობა მექანიკურად უბრალოდ შეიძლება გაიზარდოს და ამან გაზარდოს ინფექციური დაავადებების რაოდენობა. ასევე მათი ეკოლოგია, უხერხემლოების ეკოლოგია არის ძალიან მკაცრად მიბმული ტემპერატურას, გარემოს ტემპერატურაზე და მათი განვითარების ტემპი არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. ხანდახანობით სწრაფად ვითარდებიან. თუ მაღალია ტემპერატურა, ძალიან მაღალიც თუ არ არის, რაღაც ოპტიმალურია მათთვის გარკვეული ტემპერატურა, მაგრამ ზოგადი კანონზომიერება ასეთია, რომ სიტყვაზე 20 გრადუსზე მათ განვითარება სჭირდება, თქვათ, 2 თვე, მაგრამ 30 გრადუსზე სჭირდება, თქვათ, 3 კვირა. შეიძლება ესეთი პროპორციები იყოს. ამიტომ რაც უფრო თბება, მით უფრო იზრდება ესეთი ინფექციების გადატანის რისკები, იმიტომ რომ ბევრი გადამტანი ჩნდება, რომელსაც შეუძლია თუნდაც კოღოს მაგალითი, ხო, ეს ანოფელესი და მსგავსი კოღოები, რომელსაც გადააქვთ
სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის. არ იყოს რეგიონი, სადაც გვაქვს დაავადება და ამ დროს კლიმატის ცვლილების ზეგავლენით შეიძლება გაჩნდეს ახალი კერა, სადაც ძალიან მაღალი იქნება ესეთი ეგრეთ წოდებული ზოონოზური წარმოშობის დაავადებების და ესეთი რისკები. ესეთი ფაქტორები ძალიან ბევრი ახალი ვირუსების გამოჩენა, რომლებიც თქვათ არ არის ამ კლიმატური ზონებისთვის დამახასიათებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კლიმატის ცვლილებასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მწვავედ მზარდი რისკი ჰაერის დაბინძურებაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება როგორც კლიმატურ პროცესებს, ისე ენერგეტიკასა და ტრანსპორტს. ჰაერის დაბინძურება ზრდის რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ხოლო მაღალი ტემპერატურა ამ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს. PM ეს არის მყარი ნაწილაკების რაოდენობა, რომელიც იფანტება ატმოსფერულ ჰაერში და შესაბამისად დიდი რაოდენობით არის. ეს ამ დროს არის ნისლის მაგვარი რაღაცეები, როცა მომატებულია და ეს არის ძალიან ძირ შემთხვევაში წვით გამოწვეული შედეგია რა, რეალურად იმით რომ გამონაბოლქვის ნაწილი თვითონ მანქანებიდან გამომდინარე და ამის გარდა, რა თქმა უნდა, ბუნებაში თუ მიდის ინტენსიური წვა რაღაცების, ესეც იწვევს გაზდას. განსაკუთრებით შემოდგომის პირას, როცა დაწვა მიდის რაღაცების ჰაერში. რას იწვევს ეს? ეს იწვევს ალერგიულ დაავადებებს ძალიან ბევრ შემთხვევაში, სუნთქვა უჭირთ ხალხს, იმიტომ რომ პრობლემატურია და ძალიან ბევრ შემთხვევაში, მაგალითად თბილისისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ განიავება ქალაქის საერთოდ არ ხდება, რეალურად პრობლემები აქვს. ქალაქს დიდი მაღალსართულიანი მშენებლობების შედეგად და ეს იწვევს, ასე ვთქვათ, თბილისი ქვაბულია ისედაც ამის მომატებას. ესეთივე სიტუაცია გვაქვს თითქმის რუსთავშიც მე რამდენიც ხვდები მომატებული, ახალციხეშიც მომატებული იქნება, იმიტომ რომ სადაც ტრანსპორტის რაოდენობა ძალიან იზრდება და რაოდენობრივად უცებ მოიმატებს ხოლმე. ყველგან იქნება PM-ი მომატებული. კლიმატის ცვლილება არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ ეკოსისტემებზეც დამოუკიდებლად მოქმედებს, რაც პირდაპირ უკავშირდება ადამიანების ჯანმრთელობას. ბიომრავალფეროვნების შემცირება ნიშნავს, რომ იკარგება ის ბუნებრივი რესურსები, რომლებიც მედიცინის საფუძველია. საერთაშორისო მონაცემებით ფარმაცევტული პრეპარატების 40%-ზე მეტი ბუნებრივ წყაროებზეა დაფუძნებული. ბუნებრივი ჰაბიტატების განადგურება და სახეობების გაქრობა ამ რესურსის შემცირებას იწვევს, რაც მომავალში შესაძლოა კონკრეტული მედიკამენტების დეფიციტამდეც მივიდეს. მედიკამენტები საერთოდ ძალიან მნიშვნელოვნად ნედლეული მედიკამენტებისთვის მოდის ბიომრავალფეროვნებით. თუ ბიომრავალფეროვნება იკარგება და მცირდება, შესაბამისად ის ნედლეულის ბაზას მცირდება. დაახლოებით 75-დან ზოგიერთ კატეგორიაში მედიკამენტების 90-100%-მდეც კი ადის. როდესაც სწორედ ცოცხალი ბუნებიდან იღებ ამ ნედლეულს და სხვა გზა არ არის უბრალოდ მექანიკურად და ამათი ჩანაცვლება არის შეუძლებელი. დამოკიდებულია ეს სხვა ჯგუფებია. ბიომრავალფეროვნების შემცირება იწვევს ძალიან ბევრ კომპლექსურ პრობლემებს და ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ ეს მედიცინის სფეროში ახალი პრეპარატების შემუშავება მათ შორის. ხო? აი, უამრავი ახალი პრეპარატია, რომელიც აი ამ სახეობებიდან, აი მცენარეებიდან, მწერებიდან, მიკროორგანიზმებიდან, ხო, ანტიბიოტიკების ისტორია ყველა მიცის, ხო. სოკოდან მოდის ეს ყველაფერი. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო პოლიტიკა. საქართველომ ამ მიმართულებით იმუშავა NDC 3.0-ის განახლებული კლიმატური ვალდებულებების დოკუმენტის ფარგლებში, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებებს განსაზღვრავს. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი უკვე მზად არის. NDC 0.3 ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას, მათ შორის ქალების, დაბალშემოსავლიანი ოჯახების და მაღალი რისკის ზონებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს, თუმცა მთავარი კითხვა მაინც რჩება. რამდენად სრულად ფარავს ეს დოკუმენტი კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირს და რამდენად ეფექტურად განხორციელდება პრაქტიკაში დასახული ამოცანები. კლიმატის ეს დოკუმენტი ეროვნული განსაზღვრული წვლილი, რა თქმა უნდა, ფარავს ჯანდაცვის სისტემას, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას და რაც მინდა უბრალოდ ხაზი გაუსვა, რომ წინა NDC
არ ფარავდა ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სექტორს და ეხლა არის პირველი მომენტი, როდესაც ეს განახლებული ეროვნული წვლილი ფარავს ჯანდაცვის სექტორს. Რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან ბევრ რამეში არის შეხება კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვის სისტემის ასე თქვა თანაკვეთა, მაგრამ აი ძირითადი მომენტები, რაც აისახა საბოლოოდ ამ ეროვნულ განსაზღვრულ წვლილში, ეს არის ადრეული გაფრთხილების სისტემების აუცილებლად ადრეული გაფრთხილების სისტემების არსებობა თბურ ტალღებთან დაკავშირებით. ანუ ეს არის სითბური ტალღები, ერთგვარად ეს ჯანდაცვის მიმართულება, ჯანდაცვის სექტორი არის ადაპტაციის ნაწილი, ხო? ანუ კლიმატი იცვლება, ტემპერატურა მატულობს, ხო? შესაბამისად დაავადებულების, სისხლისღრუხისათო დაავადების მქონე ადამიანები და ასე შემდეგ, ხო? უნდა წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული თბური ტალღების, ანუ მაღალი ტემპერატურა რო იქნება მოსალოდნელი, რომ თავის თავს გაუფრთხილდნენ. ეს არის ადაპტაციის ერთ-ერთი ზომა. ასევე ექსტრემალური ამინდების შესახებ მონიტორინგი, ძალიან დეტალური მონიტორინგი, ამასაც ფარავს ინფორმირება მოსახლეობის აუცილებლად კლიმატის ცვლილების გავლენა ჯანდაცვაზე. აი ეს ძალიან დეტალური კვლევების შემუშავება. ესეც ერთ-ერთი ნაწილი არის. ყურეთ, ეს არის კონკრეტულად ჯანდაცვის სისტემაზე, რომელიც მოიცავს ასევე სერვისებსაც და სერვისები ყურეთ, როგორაა თბური ტალღების რაოდენობა, ცხელი დღეების რაოდენობა მოიმატა. შესაბამისად, დაავადებულების, გულსისათო დაავადებების მქონე ადამიანების უფრო მოწყვლადები არიან, ხო? ეს რა გამოდის, რომ მოიმატა ავადმყოფების, ადამიანების რაოდენობა, რომელსაც სჭირდება კლინიკების და საავადმყოფოების მიმართვა. არის კი მზად ჩვენი კლინიკების საავადმყოფოები იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ დიდი რაოდენობის ავადმყოფს, ანუ აი ამისი კვლევა არის აუცილებლად საჭირო და შემდეგი მიმართულება, რასაც ფარავს, ეს არის თანაბარი წვდომა ყველასთვის ჯანდაცვის სისტემას და განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის. აი ეს არის, როგორც ვთქვათ, ეს მიმართულებებია, რასაც ფარავს ჯანდაცვის სექტორი და რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ეროვნული განსაზღვრული წვლილი, ეს არის დეკლარირება. ეს არის განაცხადი, რას აპირებს. რა თქმა უნდა, ამის ქვეშ ჩაიშლება ძალიან ბევრი აქტივობები უკვე. ეს არის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდე კლიმატის კვლევაზე რო საუბრობდით, ხო, რა დაავადებების ტრიგერი შეიძლება მოხდეს კლიმატის ცვლილების გამო. აი ესეც ერთ-ერთი ნაწილი იქნება. კლიმატის ცვლილება სულ უფრო აშკარად მოქმედებს სოფლის მეურნეობაზე და ამით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას. ტემპერატურის მატება, გახშირებული გვალვები და არასტაბილური ნალექი ამცირებს მოსავლიანობას, ხოლო ნიადაგების ეროზია და დეგრადაცია ამ პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს. შედეგად მიწა კარგავს ნაყოფიერებას და საკვების წარმოება ეტაპობრივად მცირდება. საკვების წარმოების შემცირება კი უკვე აღარ არის მხოლოდ აგრარული სექტორის პრობლემა, ის პირდაპირ აზიანებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასურსათო უსაფრთხოებას, ზრდის ფასებს და ამცირებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ხარისხიან და მრავალფეროვან საკვებზე. ასეთ პირობებში იზრდება არასრულფასოვანი კვების რისკი, რაც განსაკუთრებით მძიმე დაისახება ბავშვებზე, ხანდაზმულებსა და დაბალშემოსავლიან ჯგუფებზე. ეს გამოწვევა განსაკუთრებით მწვავეა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდწილად იმპორტირებულ პროდუქტებზე არიან დამოკიდებულნი. საქართველოს სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება. გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა ან მიწოდების შეფერხება პირდაპირ აისახება ადგილობრივ ბაზარზე, რაც მოსახლეობის ნაწილს კიდევ უფრო აყენებს საკვების დეფიციტისა და არასრულფასოვანი კვების საფრთხის წინაშე. ამგვარად, კლიმატის ცვლილება მხოლოდ გარემოს დაცვითი საკითხი აღარ არის. ის უკვე სერიოზული სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემა გახდა, რომელიც საჭიროებს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კოორდინირებულ რეაგირებას. ისიც ფაქტია, რომ კლიმატის ცვლილება უკვე მიმდინარე კრიზისია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჰაერის დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და ჯანდაცვის სისტემაზე მზარდის ზეწოლა აჩვენებს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ გარემოს დაცვას არ ეხება. ეს ეხება ადამიანების სიცოცხლეს, ეკონომიკას და მომავალს. სწორედ ამიტომ კლიმატის პოლიტიკა, მათ შორის NDC 3.0, უნდა გახდეს არამხოლოდ ეკოლოგიური, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მთავარი ინსტრუმენტიც.